მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვიდით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება შემდეგი. მოდით ვნახოთ, სად უჭირს ყველაზე მეტად თქვენს პარტნიორს. რა არის ის, რაც მას ყველაზე მეტად უშლის ხელს, ყველაზე მეტად აფერხებს და აწუხებს. რაშია მისი პრობლემა? რაში მდგომარეობს მისი პრობლემა? გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, შესაბამისად ყურადღებით მოусმინეთ სიგნიფიკაციას, რომ ნახოთ არის თუ არა ეს გაშლა თქვენი, გეკუთვნით თუ არა ეს გაშლა თქვენ და შემდეგ უკვე შეგიძლიათ უყუროთ გაშლას. თუ რეზონირდება სიგნიფიკაცია. რა თქმა უნდა, ისედაც შეგიძლიათ სიგნიფიკაციის გარეშეც მაინც მოусმინოთ გაშლას, მაგრამ რეკომენდაცია ასეთია. განეწყვეთ ახლა გაშლისთვის, მოახდინეთ თქვენი პარტნიორის ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ფოტოსურათი და შესაბამისი განწყობის შემდეგ განაგრძოთ ყურება. მანამ შეგახსენებთ სამდე დავიწყებ გაშლას, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ ნომერზე 511-13-18 WhatsApp-ში ან Viber-ში და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშ ასე, დავიწყოთ ახლა ჩვენ გაშლა. პირველ რიგში გავაკეთოთ პირველ რიგში სიგნიფიკაცია, რომ ვნახოთ რა ხდება თქვენთან. არის თუ არა ეს გაშლა თქვენი. რა თქმა უნდა, ალბათ თემატიკიდან გამომდინარეც გაშლის თემატიკიდან გამომდინარეც შესაბამისი სიგნიფიკაცია შემოვიდა და აქ ჩანს, რომ არის პრობლემა და ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენთან აქ არის ენერგეტიკული სიშორე. კონკრეტულად რა ხდება ახლა აქ? აქ არის სიგნიფიკაცია, ანუ მდგომარეობა არის შემდეგი. პიროვნებას თვითონ უჭირს თვითგამორკვევა და თავისი ადგილის მოძებნა ამ ურთიერთობაში და თავისი სურვილები ვერ არის ჩამოყალიბებული აქ რა სურვილი აქვს ამ ურთიერთობაში, რა მიზანი აქვს და რა მოვალეობები აქვს ამ ურთიერთობაში. ადამიანი არეულია, ენერგეტიკული სიშორე წყვილში არის, შესაბამისად აქ წყვილი ან უკვე დაშორებულია, ან დაშორების პირას ხართ, ურთიერთობა ნამდვილად აქ არის არეული და ეს ხდება როგორ იცით, აი ესე ზეციდან რომ დაგეცემა თავზე, ხო, რაღაცნაირად თავზარი, ხო, ესე მოულოდნელად მოდის. პრობლემა შიგნით თვითონ პიროვნებაში არის. ანუ აქ არ არის პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ურთიერთობს ნორმალურად წყვილი, რაღაცა არ გესმით ერთმანეთის, ხო? ანუ თავიდან საწყისი პრობლემის ეს ნამდვილად არ იყო, ხო? რომ თქვა რაღაცა უაზრო კინკლაუბები და აქედან გამოწვეული, რომ აი მობეზრდა და ამიტომ იმალება. არა, აქ პრობლემა თვითონ პიროვნებაშია. შესაბამისად, პრობლემა არის ან ენერგეტიკული ხასიათის, ან დაფუძნებულია იმაზე, რომ უბრალოდ ადამიანი ვერ გამორკვეულა, რა როლი აქვს ამ ურთიერთობაში, რა უნდა ამ ურთიერთობისგან. შესაბამისად, რეალობაში თქვენ ცხოვრებაშიც ასე დაინახავთ ამ სურათს, რომ ადამიანი თითქოს აი შეიცვალა იმ კუთხით, რომ ვეღარ ხვდება რა თუ ადრე ჩვეულებრივად მიყვებოდა მოვლენებს, თუ ჩვეულებრივად იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო ურთიერთობაში, ახლა არ არის ესე საქმე, ახლა თითქოს უცხოა ამ ურთიერთობაში. თითქოს ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს, როგორი როლი აქვს მას, ხო? ანუ აქ როლების არევა მოხდა მასთან და თავის თავს ვეღარ პოულობს ამ ურთიერთობაში. აი ამას უნდა ხედავდეთ თქვენ, ხო? ადრე ანუ თუ თქვენდა თქვათ პრიორიტეტი თქვენთან ურთიერთობა, თუ ქონდა პრიორიტეტი თქვათ თუ ოჯახი არის თქვენთან, ოჯახი იყო, ეხლა არა, ეხლა არის მისთვის აბსოლუტურად გაურკვეველი
სად არის, რატომ უნდა იყოს, ანუ ვერ ხვდება, ხო, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და ან სიმართლეს ვერ პოულობს. სიმართლეს გულისხმობ რას, ხო? რა რეალურად რა არის მისი ფუნქცია, მისი როლი ამ ურთიერთობაში, რა ხდება მის თავს. აი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს, რა დაემართა, ხო, რა ლოდი დაეცა, ასე ვთქვათ. აბა ვნახოთ კიდევ სიგნიფიკაცია. თითქოს რაღაცნაირად აგრძელებს, არ ვიცი, თავისი საგვარეულოს, შეიძლება პრობლემები ქონდა მას ოჯახში წინაპრებთან, ანუ ანალოგიურად შეიძლება იცოდეთ, რომ ან მის ძმას, ან მამასთანაც, ხო, აი ესე ძალიან ახლონათესავებში რაღაცა ოჯახური პრობლემები იყო, ხო, ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები, ან ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები. იმიტომ რომ რაღაცა ეს ხაზი, რასაც აქ გვიჩვენებს, ხო, არ ეკუთვნის მხოლოდ მას. ეს თითქოს აი შეიძლება იყოს რაღაცა საგვარეულოში, მამაკაცებთან არის ეს პრობლემები. ან დაემთხვა და ოჯახში, თქვათ, რამდენიმე მამაკაც ერთდროულად პრობლემა შეექმნა. და ნუ აი ფაქტიურად იცით რა საჩვენებს, რომ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქეთ, მამაკაცზე მაქვს აქ რა თქმა უნდა საუბარი, ამ შემთხვევაში ვაკონკრეტებ, რომ გარკვეული კრიტიკული მდგომარეობა არის თითქოს მამაკაცების ხაზში, თქვენს ოჯახში. თუ ყავს ძმა, მაგალითად, ანუ ანალოგიურად შეიძლება მასთან რაღაცა პრობლემა არის, ან შეიძლება ოჯახში ვთქვათ, მამამთილი, მამა, შეიძლება ბიჭი ყავთ უფროსი, ხო, შვილი. ნუ აი აქ პრობლემები არის გაჩენილი. კიდევ ერთი სიგნიფიკაციაზე დავამატოთ და ვნახოთ, ნუ ფაქტიურად სიგნიფიკაციაც გვიჩვენებს, სად არის მისი პრობლემა. არა, აშკარად ეს ადამიანი არის ძიებაში. ეს ადამიანი არის ძიებაში, არა, უფრო დაკარგულია. აი დაკარგულია საკუთარ თავთან. საკუთარი თავი აქვს დაკარგული, განმარტოვება უნდა მუდმივად, ცალკე უნდა, ნუ აი ფაქტიურად გაშლის ნაწილზეც გადავედით სიგნიფიკაციიდან, განმარტოებას ეძებს და ნახეთ, მაშინაც კი, როდესაც ვთქვათ, ხალხმრავლობა არის, სტუმრიანობა არის, თუნდაც მხოლოდ ოჯახის წევრები ხართ, ან თქვენ ორი ხართ ერთად, ხო? აი სულ ისეთი შთაბეჭდილება უნდა გრჩებოდეთ თქვენ, რომ ეს ადამიანი თავს მარტო გრძნობს, ან ცდილობს, რომ აი გამოეთიშოს ყველაფერს, რაღაცა, ვთქვათ, სადღაცა იკრიბებით და უცებ თქვას, რომ აი მე ვერ მოვალ, მოწყდეს სამეგობროს, შეიძლება აი კონტაქტები შეწყვეტილი ქონდეს, აი შეკრებას, აი იმ საყვარელ ადამიანებთან, თუნდაც თქვენთანაც, აი თავს არიდებს ხალხმრავალ ადგილებს, თავს არიდებს ურთიერთობებს და თითქოს ცდილობს, რომ აი განმარტოვებული იყოს და თავისთვის ჩაკეტილი იყოს და მოდით ვნახოთ, რატომ აკეთებს ამას. რა არის ამის მიზეზი? პირველი მიზეზი არის ის, ჩვენ ახლა ვნახოთ რამდენიმე მიზეზი, ნუ რასაც გვიჩვენებს. პირველი მიზეზი არის ის, რომ მას სურს რაღაცა გადაწყვეტილების მიღება. ანუ ფიქრობს, რომ საბოლოოდ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მეორე, გამორკვევა ურთიერთობაში, რომელიც აუცილებლად, ეს გადაწყვეტილებაც როგორც ჩანს ურთიერთობასთან არის დაკავშირებული და მას სჭირდება აი გამორკვევა ურთიერთობაში და გადაწყვეტილების მიღება. მესამე, პრობლემა არის მის გრძნობებში. ამ ადამიანს გრძნობები აქვს. პრობლემა არის გრძნობებში, აი რა პრობლემა არის? გავიგეთ, სიყვარული აქვს, ემოციური კავშირი აქვს თქვენთან, მაგრამ რატო ხდება აი ესეთი გაუცხოება თქვენთან, სხვებთანაც და რა არის გადაწყვეტა უნდა? არა, ემოციურად არის ძალიან დატვირთული, მაგრამ რაღაცა აწუხებს მაშინაგან, თითქოს აი სულის სიმძიმე აწუხებს, განთავისუფლება უნდა რაღაცისგან, რაღაცა ტვირთს ატარებს, რა არის ეს ტვირთი, რასაც ატარებს? რაღაცა გაკვეთილს გადის თან ეს ადამიანი, ნუ ეს რაღაცა სასჯელიც არის, როგორც ჩანს აქ, ეს შეიძლება იყოს კარმული ვალის გასტუმრების მომენტით, შეიძლება იყოს რაღაცა ენერგეტიკული დარტყმაც, ხომ, რაღაცა გარკვეული ზემოქმედება, იმიტომ რომ რაღაცა გაკვეთილს, რაღაცა პრობლემას გადის აქ ენერგეტიკულად.
აჰა, ну, თუ ამ ხას მიყვებით, აქ კიდევ იმასაც გვიჩვენებს, რომ ვიღაცის ხელში არის მარიონეტად ქცეული, ვიღაცისა რაღაცის ხელში, ხო? ეს შეიძლება იყოს გარკვეული ნეგატიური ენერგიების პრობლემა, სადაც ის არის უკვე აი ამ ნეგატიური ჭუჭყიანი მძიმე ენერგიების წნეხის ქვეშ და სიმძიმის ქვეშ და ასევე შეიძლება ვიღაცა პიროვნება იყოს, აქ მოდი ახლა ეს კიდევ უფრო ღრმად ვნახოთ, აქ რა ხდება, აქ პიროვნებაზე არის საუბარი კონკრეტულად თუ ენერგეტიკაზე თუ ორივეზე ერთად. ანუ პიროვნების მარიონეტი გახდა, ენერგიების მარიონეტი გახდა, ნეგატიური ენერგიების მარიონეტი თუ ორივე ერთად. ესე იგი, აქ ეხლა ნახეთ რა ხდება. ნახეთ ეხლა აქ რა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ვნახულობთ, რომ აქეთ გვაქვს ენერგეტიკის მსხვერპლი თუ არის, ხო, ეს გვაინტერესებს, რაღაც ნეგატიური ენერგეტიკის და აქეთ გვიჩვენებს არის თუ არა ვინმე პიროვნების ზემოქმედების ქვეშ. სამწუხაროდ აქ გვიჩვენებს ორივე ამბავს. ენერგეტიკული თვალსაზრისით გვიჩვენებს, რომ გარკვეულ ხაფანგში არის მოქცეული. ანუ აქ ენერგეტიკულ დაბინძურებას აჩვენებს. არის გარკვეული, ეს არ არის მანდა მაინც. ანუ აქ შეიძლება იყოს, რომ უცებ გავარკვევთ ხომ? აქ შეიძლება იყოს მომენტი იმისა, რომ მასზე არის რაღაცა გაკეთებული, ან შეიძლება აქვს რაიმე საგვარეულო, არ ვიცი, აი ოჯახზე აჩვენებს, ხო? შეიძლება ოჯახზე იყოს, შეიძლება პიროვნულად იყოს მასზე, რაღაცა ნეგატიური, ისედაც შეიძლება, ხო? ანუ რაღაცა პრობლემებიდან გამომდინარე, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავის საქციელებიდან გამომდინარე, ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაიკეთოს სამაპორჩა, ხო? ანუ თვით დაზიანება. შესაბამისად, აქ გვიჩვენებს, რომ ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები აქ არის და დაბინძურება არის, ხო? და მეორე მხარეს რას გვიჩვენებს? მეორე მხარეს არის თუ არა პიროვნულად ვინმეზე დამოკიდებული, რადგან გვიჩვენებს, რომ მარიონეტად არის ქცეული, ხო? აქვე ვიტყვი ჯერ ენერგეტიკაზე, რომ თითქოს აი აქედან გაქცევას, ხო? ანუ მოქცეული არის რაღაც გარკვეულ მარწუხებში, აი ამ ენერგეტიკის და აქედან გაქცევას ცდილობს, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის ეს, ხო? ვერ გამოდის და თითქოს აი ამ ნეგატივს ეჩვევა. თითქოს ნებდება ეს ადამიანი. და მეორე მხარეს არის თუ არა პიროვნება, რომელიც უშლის ხელს, არის პიროვნება, რომელიც უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას, ან თქვათ ამ ზემოქმედებს თუ არა მასზე. არის პიროვნება, რომელიც თქვენგან განცალკევებით დგას, რომელიც შესაძლოა პირველად არ არის გამოჩენილი თქვენ ცხოვრებაში და ამ ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება ეს პიროვნება წარსულიდანაც მოდის, ან ადრე, ქონდა მცდელობა, იმიტომ რომ პირველად არ ჩანს. ახალი, ახლა ერთი კვირის გამოჩენილი ეს პიროვნება ნამდვილად არ არის, ხო? და შესაძლებელია რაღაც კოლექტივთან იყოს დაკავშირებული, რაღაცა სამეგობროსთან, ანუ განცალკევებით ეს პიროვნება არ დგას, რაღაცა დიდი საერთო აქ არის, ხო? ეს შეიძლება იყოს სამსახურის კოლექტივი, შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაცა საქმიანი, შეიძლება იყოს სამეგობრო სანათისა, ანუ საიდანღაც მოკლედ გამოჩენილი არის რაღაცა დაჯგუფებიდან ეს პიროვნება, ხო? შეიძლება სადღაც დასასვენებლად ერთად იყავით, იქ გაიცანით, ხო? ანუ მოკლედ, საიდანღაც მოდის ეს პიროვნება საერთო ადამიანებიდან რაღაცა საერთო კავშირი აქ არის, მანამდეც იყო, მაგრამ ეს ადამიანი დგას განცალკევებით. არის მარტო, შეიძლება გაშორებულიც არის, ხო? შესაძლოა იყო ქორწინებაში, ან ესეთ მყარ ურთიერთობაში და გამოვიდა აქედან და განცალკევებით გვერდიდან უყურებს თქვენს ურთიერთობას და უყურებს ძალიან მტრულად არის განწყობილი თქვენი ურთიერთობის მიმართ. შესაბამისად, პიროვნებაზე, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, არის წნეხი როგორც ენერგეტიკული, ასევე არის პიროვნები და თითქოს თხოვს მას რაღაცას, თითქოს აიძულებს მას რაღაცას, როგორც სიტყვიერად და თავისი მოქმედებებით, ასევე ენერგეტიკულად. ჩემო კარგებო, ყოველთვის ვამბობ, როდესაც მე ვაკეთებ საჯარო გაშლას, როდესაც ვლაპარაკობ ენერგეტიკულ დაბინძურებაზე და გაშლას უყურებს რამდენიმე ათასი ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან ეს იდენტურია და აუცილებლად ზუსტად ესეა. საჯარო გაშლებიდან შეგვიძლია მივიღოთ რჩევები, შეგვიძლია ვნახოთ, რამდენად რეზონირდება გაშლა და ეს იქნება თქვენთვის მინიშნება, სიგნალი იმისა, რომ უნდა ინახოს კონკრეტულად. არასოდეს არ გადადგათ ნაბიჯები საჯარო გაშლიდან გამომდინარე,
და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები საჯარო გაშლიდან გამომდინარე. იმიტომ რომ თქვენზე ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული გაშლა და თქვენზე და თქვენს პარტნიორზე განსაკუთრებით ხომ უნდა ინახოს კონკრეტულად რა პრობლემასთან გაქვთ საქმე. შესაძლოა იყოს საჭირო დიაგნოსტირება, ხო? და არ იყოს საკმარისი მხოლოდ გაშლა. ნუ იდეალურ შემთხვევაში, როდესაც წყვილს პრობლემა აქვს, საჭირო არის გაშლაც და დიაგნოსტიკაც ორივე პიროვნებაზე, რომ იდეალური სურათი მიიღოთ, თითქმის 100%-იანი, რომ ყველაფერზე პასუხი იყოს და იცოდეთ ზუსტად რა მოქმედება არის, რა და ვინ არის თქვენი მტერი, რა გიშლით ხელს და ზუსტად რა მოქმედებები არის თქვენი მხრიდან საჭირო. ამიტომ ინდივიდუალური მიდგომა არის აქ აუცილებლად საჭირო და არ მიიღოთ მხოლოდ საჯარო გაშლით გადაწყვეტილებები და მით უმეტეს არ გაიხეთქოთ გული, რომ ვაიმე რა ხდება ჩვენ თავსო, ხო? მოკლედ არის აქ პრობლემა და როდესაც ჩვენი გაშლის მთავარი თემაც ეს არის, ხო? რა უშლის ხელს მას, რა არის მისი მთავარი პრობლემა? თქვენი პარტნიორისთვის ალბათ პარტნიორი ყავთ ჩაფიქრებული, ბუნებრივია, ხო, უმეტესობას მთავარი პრობლემა აქ მდგომარეობს იმაში, რომ არის პიროვნება, რომელიც ძალიან მტრულად არის განწყობილი და შეიძლება ეს პიროვნება, რაღაცა ჯგუფიც იყოს, მაგალითად, მისი ოჯახი, რომელიც თქვენს მიმართ მაგალითისთვის ვამბობ, ხომ? თქვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი და ის ენერგეტიკა, რომელსაც ის დაატარებს, ხო? რომელიც მას ძალიან ამძიმეს, რომელიც მას ძალიან უშლის ხელს. აი ეს არის მისი მთავარი პრობლემა. რამე გამოსავალს თუ ხედავს? იცით რა არის ხა, აქ თუ მძიმე ენერგეტიკაა და ბინძურება არის და კიდე პლუს აი ესეთი მტერი გიდგათ გვერდზე, მარტო ძალიან ეჭვმეპარება რომ ენერგიებს შეებრძოლოს, მაგრამ ნახოთ თვითონ რას ხედავს. სად ხედავს აქ თვითონ გამოსავალს, რაში ხედავს გამოსავალს. გამოსავალს ხედავს ახლობლების დახმარებაში, ხო? რომ იმედი აქვს, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები, მისთვის ახლობელი ადამიანები შეიძლება იყოს ეს თქვენც, ხო? დაეხმარება მას და მხარს დაუჭერს. იცით, აი თითქოს როგორ შეგრძნება აქვს იმედი აქვს, რომ ვიღაცა, შეიძლება ესეც შეგნახოთ. თქვენ ხართ თუ არა ეს პიროვნება, რომელიც შეძლებს იცით რა, თუ თქვენ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, წლებია, ან ხართ ოჯახის წევრი, ხო? ან მეუღლე მაგალითად, ხო? თუ ხართ ოჯახის წევრი, მეუღლე, მისი მეორე ნახევარი, მას იმედი აქვს, რომ მისი სულის გადარჩენა, მისი ენერგიის გადარჩენა შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილია და მისი ცხოვრების თანამგზავრია. მაშინ ამ შემთხვევაში ხართ თქვენ. თუ თქვენი ურთიერთობა ახალი დაწყებულია, სპონტანურია, მანძილზე ურთიერთობა, ხო, შორს რომ გაიცნობენ ხოლმე ერთმანეთს და ასე შემდეგ, მაშინ ეს თქვენ არ გეხებათ. თქვენზე არ არის ეს, ან საუბარი არის ადამიანზე, ვისთანაც არის გრძნობები, იმიტომ რომ ადამიანს აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, არის დიდი ემოციური კავშირი და ხართ დიდი ხნის ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში მაშინ მას თქვენი იმედი აქვს, გამოსავალს თქვენში ხედავს. მაინც თქვენი იმედი აქვს ამ პიროვნებას. მოდით ვნახოთ რჩევა ტაროსგან, რა არის გამოსავალი, რაში არის გამოსავალი. არანაირი სპონტანურობა, ძალიან გონივრული ნაბიჯების გადადგმა, ძალიან ფრთხილი მოქმედება. ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ეს ეხლა არის და შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო ურთიერთობაც გაქვთ ეხლა, ხო? რაღაცნაირად აი თითქოს უნდა მოეკიდოთ გაგებით კი, შეიძლება ეს რთულია ძალიან, მაგრამ უნდა შეეცადოთ, რომ ამ ყველაფერს მის მდგომარეობაში უნდა შეხვიდეთ, იმიტომ რომ თავად არ არის კარგ მდგომარეობაში, თავად ვერ გრძნობს თავს კარგად, ვერ გრძნობს თავს დაცულად, საკმაოდ შესუსტებულია და აი თითქოს უნდა ეცადოთ, რომ მის მდგომარეობაში შეხვიდეთ. თან იცით რა მომენტია, გაუცხოებასთან ერთად მას ამ რეალობის მიღების სურვილიც არ აქვს. ხვდებით, არ უნდა რომ ეს რეალობა მიიღოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ბრძოლის უნარიანია, მაინც უნდა რომ იბრძოლოს, ხო? გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და თქვენთვისაც ანალოგიური რჩევა არის, ხო? თუ ხართ ახლა მისი პარტნიორი, თქვენთვისაც ანალოგიური. ამ მდგომარეობის მიღება არ შეიძლება, ხო? აი დინებას მიყვები და ყველაფერი დაალაგდება და
ნუ როგორც არის იყოს, ამ ასე არ შეიძლება, ეს არ გამოასწორებს, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში აი ეს გამბრუდებული რეალობა, რომელიც ახლა თქვენს გარშემო არის, ეს არ უნდა იყოს თქვენთვის მისაღები. ამის წინააღმდეგ უნდა წახვიდეთ აუცილებლად. ბრმად არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედოთ. ნაბიჯები უნდა იყოს ძალიან გათვლილი, ხო? ძალიან ჭკუით გათვლილი და პლუს ამას რა გჭირდებათ აქ, იქ სადაც ყავთ თქვენ აი ესეთი მტერი, აქ საჭირო არის ძალიან სერიოზული მცველი, ხო? ანუ ან თქვენ უნდა იყოთ მცველი ამ ურთიერთობის, ხო? აქ ფაქტიურად გვეუბნება, რომ საჭირო არის ხმალამოღებული ბრძოლა და დაცვა ამ პიროვნების და დაცვა ამ პიროვნების მასთან გვერდში დგომა და ბრძოლა. რა შედეგს მივიღებთ? აუცილებლად აქ დაბრუნდება იმედი, აქ შეიძლება კი არა და აღდგება და დაალაგდება ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში აქ ძალიან აქტიური ბრძოლა არის საჭირო, ძალიან აქტიური დაპირისპირება არის საჭირო იმ რეალობასთან, რომელშიც ეხლა დღეს თქვენ ხართ. და ასეთ შემთხვევაში, ნუ შეიძლება ესე ხატოვნად ვთქვათ, რომ თქვენთან ისევ გაზაფხული და ისევ იქნება ლამაზი განთიადები, ლამაზი მზის ჩასრულები, ხო, რაღაცა ესე გუჩვენებს, ძალიან ხატოვნად აჩვენა. შეიძლება ძალიან რომანტიკული ადამიანი ყავთ, თქვენ ხართ და გიყვართ აი მზის ამოსვლის, მზის ჩასვლის ყურება და ამას ინტენსიურად აკეთებდით, ხო? ამაზე დაკვირვება, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ესეთ ბუნებასთან, რაღაცა მზისთან ძალიან დაახლოებულია. ნუ აი შეიძლება ესეთი შედეგიც დადგეს, მაგრამ იმისთვის რომ აი ეს შედეგი დადგეს, რომ ისევ ამოვიდეს თქვენს ცის კაბადონზე მზე, აქ აუცილებელი არის ძალიან ესეთი სერიოზული ბრძოლა, ძალიან სერიოზული დაპირისპირება იმ რეალობასთან, რომელიც არის და დაცვა იმ ურთიერთობის იმ ფასეულობების, რომელიც თქვენთან არის. მით უმეტეს თუ მისი იმედი, ამ ადამიანის იმედი სწორედ თქვენ ხართ, ხო? რომ რაღაცა მის სულის გადარჩენა სწორედ თქვენ შეძლებთ. ასეთ შემთხვევაში აი ხა ვისთანაც რეზონირდა ეს გაშლა, თქვათ, არ ვიცი 99-100%-ით, ასეთ შემთხვევაში აი სწორედ ასეთ შემთხვევაში მე ვურჩევ ხოლმე, რომ საჭირო არის ხოლმე, რა თქმა უნდა, პირადი გაშლა და საჭირო არის პირველ რიგში აუცილებლად პარტნიორზეც დიაგნოსტირება, რომ ნახოთ რა პრობლემები, რა სახის კონკრეტულად რა სახის პრობლემები არის ენერგეტიკაში და ზუსტად იცოდეთ რითი უნდა დაუპირისპირდეთ, ხო? იმიტომ რომ ხა რომ ამბობენ ხოლმე ჯადო, მე არ მოყვარს ეს სულ ამბობ, ხო? რა სახის, რა კონკრეტულად, რა მიმდინარეობაა, რა სახის მაგია არის, როგორ არის გაკეთებული, რატომ არის გაკეთებული, ვისგან არის გაკეთებული, ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. ექიმთან როდესაც მიდიხართ, ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, ხო, ყველა ჩემს კლიენტს. ექიმთან რომ მიდიხართ, პირველ რიგში აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა. აი ამის მერე უკვე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სწორი დიაგნოზის მერე შეიძლება ჩატარდეს სწორი მკურნალობა. ანალოგიურად არის ენერგეტიკაშიც. აი ესე ჩემო ძვირფასებო, მე იმედი მაქვს, რომ ეს გაშლა მოგეწონათ. სასიამოვნო ინფორმაცია ნამდვილად არ არის, მძიმე სურათს გვიხატავს, ხო? თუმცა არც იმედს გვიკარგავს, ხო? ანუ გვეუბნება, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. მაინტერესებს თქვენი კომენტარები, თქვენი გამოხმაურება, როგორ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთან, რამდენად კმაყოფილი ხართ გაშლის და ასევე თუ გნებავთ დამიწერეთ, აი რაზე ისურვებდით, რომ მოისმინოთ შემდეგი გაშლა. რაზე გინდათ რომ გავაკეთოთ შემდეგი გაშლა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემ არხზე, რომ ხართ ჩემი მსმენელები, მაყურებლები, ყველას ვისაც გამოწერილი აქვს ჩემი არხი, მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.